ჩვენ დღეს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ვიმყოფებით და ჩვენი სტუმარია ზაზა პაპუაშვილი, ჩემი კოლეგა, დიდი ხნის უნახავი მეგობარი და უკვე პოლიტიკოსიც. ზაზა, ეხლა შენ ხარ შენს ამპლუაში. სცენაზე კაცვია კოსტიუმი, რა კოსტიუმია? არა, ეს არა კოსტიუმი, ეს არის ჩემი საყვარელი პალტო. სარეპეტიციო პალტო. სარეპეტიციო პალტო, ყველა როლები ამ პალტოში მაქვს ათამაშები. ციოდა ძალიან თეატრში და რო ვიყიდებოდით ის ცოტა თბილათაც ვიყავით და ასე ვერ ვიშორებ ამას. სცენაზე თუ გამოვდივარ, ამით გამოვდივარ. ერთგვარი თილის მასავით არის, ხო? სად უფრო კომფორტულად გქონდავს? აქ თუ იქ? ქუთაისის გულისხმობ და პარლამენტის შენობას. აქ რასაკვირველია. კირილე მიმინოშვილი გაქვს ნათამაშები და იმერეთში ცხოვრება არ ამგონია რომ გაგიჭირდეს. ნუ საერთოდ მე თბილისიდან რო გავდივარ, მაინც მიჭირს ყველაფერი ცხოვრება და მიმული ვარ თბილისთან. ყველანაირად. ასე რომ ვერ უგუობ ხოლმე ხშირად ამას, მაგრამ ახლა ჩემი ქვეყანაა, ჩვენი ქვეყანაა და სხვა მხრივ არის სირთულეები, რომ სხვაგან არის პარლამენტი და არა თბილისში. ეს ძალიან ძნელია. საქმესთან მიმართებაში რთული მდგომარეობა. არ მოგინატრა ის დრო მთლიანად რა თეატრს ეკუთვნოდი თუ აი მაკედონელი რომ ამბობდა რომ ახლა დგევარ და სხვანაირად არ ძალმიც. თეატრში მიყვარს ხოლმე მაშინ მოსვლოდესაც სპექტაკლები არა მაქვს, ჩუმად სიჩუმე რო არის გამოდიხარ დარბაზთან. ხო და მახსენდება რასაკვირველია ის წუთები წამები პირველად რომ გამოვედი ამ სცენაზე მახსოვს როგორ შემეშინდა ძალიან და როდის იყო ეს პირველად როდის გამოხვედი ამ სცენაზე? ბედნიერი ბილეთი რო ითამაშე? ხო, ბედნიერი ბილეთი იყო და სარეპეტიციო და გადმოვედით მე იმაში სცენაზე და შემოვიხედე და დავხედე და ძალიან შემეშინდა და ვიფიქრე გავიქცე აქედან და არასოდეს აქ აღარ მოვალმედი. ესე შემეშინდა? ძალიან შემეშინდა და ასე ავიშალე, ავირი. თუმცა ეს პირველი სპექტაკლი იყო ბედნიერი ბილეთი და ამან რამდენი სპექტაკლი მოიტანა წარმატება, აღიარება. ეს ირაკლი სამსონაძის ნაწარმოებია და პირველად ეს გიანთაძის სპექტაკლი არის, ხო? გიანთ ხო, ჩემპედაგოგმა გიანთაძემ დადგა და ეს კიდო პირველი ვერსია იყო, როგორც კიდო სცენარი იყო ჩაფიქრებული. ძალიან მაგრად იყო დაწერილი და ის ასაკი და ასაკის მაშინ მე მქონდა ჩემი ასაკის კაცზე იყო ლაპარაკი. ძალიან ახლოს ვიყავ იქ რაც ამ ყბაწვილის გულში ხდებოდა. ამ როლმა მოგცა შენ ხელში ბედნიერი ბილეთი. ჩემთვის მართლა ეს ბედნიერი ბილეთი იყო. შენ დადგი სპექტაკლი. დარისპანის გასაჭირი და მე ვიცი რომ ამას ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა. დღემდე თამაშო. ეს დადგმას არც ექსპერიმენტი იყო. ცოტა სხვა სფეროა. რასაკვირველია, ძალიან ბევრი შეცდომებსაც უშუალო პირველი ის იყო, მაგრამ ნუ ამას ყველაფერს ხელმძღვანელობდა ბატონობეც ტურუა და იმის მე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. პიესის გარდა კიდევ სხვა რაღაცა ხდება რეჟისორსა და მსახიობს შორის, რომელსაც ძალიან მაგარი, ასე ვთქვათ, სწავლა უნდა. ეს მაგინდა არგინა მაინც ხელობა. თან ხელობა იჭირავს ხელში და თან ცხოვრობ. აი მაშინ არის ალბათ იდეალური შერწყმა. მე ყოველთვის მიყვარდა მსახიობის ინტერვიუს წაკითხვა. ბევრი აზრები მქონდა, ზოგადად მეჩვენებოდა რომ ძალიან ბევრი სიმპრაჭებოდა რომ რაღაცას აბატებდნენ ან იგონებდნენ, მაგრამ არც ერთ ინტერვიუ ერთმანეთს არ გავდა. იმიტომ ყველა ადამიანი ძალიან ინდივიდუალური მოვლენა. მე მაგალითად სანამ სპექტაკლი არ დაიწყებოდა, ვერაფრით ვერ შემომიყვანდი სცენაზე. ეხლა მე წამეკითხავს და მინახავს სახეობები შემოვიდოდნენ, რა ვიცი 2 საათი ადრე მოვიდოდნენ, შეამოწმებდნენ ამას. ამას მე არასოდეს არ ვაკეთებდი. აი არასოდეს. აი როგორც წავიდო და წასულიყო ისე. ვერ კონკრეტულად, მაგრამ მე ცოტა ხანი რო გავიდა, მე არ მომწონდა რომ არ შემოვიდოდი სცენაზე. მე პირიქით შემოვიდოდი, ოღონდ მარტო მიყვარს ხოლმე ბოდიალი ხოლმე სამ დაიწყება. აი ზოგჯერ ძალიან დასვენებული მოვსულა. სპექტაკლი აი რომ ძალიან დავისვენე, მოვემზადე რა. აი დღეს არ გამოსულა არაფერი. ახლა შეიძლება გამენათება. აი ხომ რაღაცას უცნაურობა მჭირდა, იმიტომ რომ სანამ 5 წელიწად კი გამიგრძელდა 5-7 წელიწად, იმიტომ ძალიან ღელავდი და რას თავად ძალიან მსხვენოდა. აი ხო იძახენ ბავშვებს სახიობი ხარ გამოდა. ეს საშინელ სირცხვილთან არის დაკავშირებული, ძალიან მსხვენოდა. და ნუ ნერვიულობაზე აღარ მკითხე ხეს, რა ნერვიულობა იყო, ესე იგი მე უნდა რაღაცა მემუშავა 120% იქიდან 30 მას დარჩენილი იყო რა. ღელვა ძალიან ბევრი მიგონი, განსაკუთრებით პირველ დღეებში.
მერე და მერე უკვე თავისუფლება სულ სხვანაირად მოდის და მერე ეს არის რაღაცა მაგრამ იცი რა არის მაინც საკუთარ თავთა ხრორჩები შეხო ძალიან კარგად იცი რა თქმა იმ დღეს რა მოხდა რა თქმა უნდა ხო და წაყროება ძალიან დიდი ვაჟკაცობა უნდა მოიკრიფო რომ საკუთარ თავს მარტო რო ხარ სარკეში მაინც უთხრა რომ ცოტა წესიერად რა პირობებში არა გვაქვს ჩვენ სპექტაკლები ნათამაშები და ხან ქუჩაში ვეგდით ხან მიტინგები იყო ხან ლელო იყო ხან სადარ დავმოდით მაგრამ აი ზოგჯერ ვფიქრობ რომ როგორ დავიღალ აი როგორ დაღლილი როგორ მიდიხარ თეატრში და რა უნდა გააკეთო აი ამ დაღლილზე აი ამ გავერანებულზე მაშინ წასულა სპექტაკლი ისე გითამაშე რომ ვერც კი წარმოვიდი. ექიმები ამბობენ, რომ პრემიერის წინა მსახიობსო წინა საინფარქტო მდგომარეობა აქვსო. ისეთ გული ისეთ მდგომარეობაშია. იასამას ვთამაშობდი. ერთი სცენა იყო, სადაც კულისებში მე და ბატონი კახი ყავს, ასე ხვდებოდით ერთმანეთს და ის ჩამოდიოდა მეორე სართული და მე მქონდიყავი და რაღაცა ნივთი უნდა გადაგვეცა ერთმანეთს რაღაცა და ბატონი კახი ჩამოდის კიბეებზე და მოვკვდი 40 წელიწადი ამ ნერვიულობა მომკლახას. ხო და ვიღაცა რომ გეტყვის ვათა სცენაზე რა თავისუფალი ყავდა გოიყავი ნუ მე გულში ფიქრობ ეს თავისუფლება რა ჯდებეთ კაცმა უთხრს ხსოვნის ფურცელზე გადავშლი რაც კი წამიკითხავს და გამიგორკე რაც გოდესმე თავს გადავხდა პატარაობიდან დღემდე და ტვიში ამ სიტუაცია ჩაებეჭდა შედომით იქა მამაში ნერდელი ჰამლეტი, კლავდიუსი, მაკბეტი, სეხიზმუნდო, მანვოლიო. ოტელო დარჩა. ოტელო და მეფელი. ოტელო მეფელი. მართალი. ხო, რა ვიცი, როგორ შეიძლება ჩემ მდგომარეობაში ყოფნა ადამიანმა რაღაცა ან უმადური რამე წამოწდეს ვინმეს მიმართ ან ამის მიმართ. მაგრამ ერთი კი არა რომ ძალიან ალუყვარს თეატრს თუ იმას ანაგდებით მოიქცევი ან ცოტა აპარტავნობა შეგეყრება ესე ძალიან გაშინაურებაც კი არ უყვარს სულ უნდა რაღაცა რიდი დისტანცია რიდი უნდა კონცე რაღაც პაემას გავს ახლა შენ მიდიხარ თეატრ არ მოდის ან ერთმანეთთან კამათობ, ან შეგაგებულდება, ან შეგაი. რაღაცა ცოცხალი პროცესია, ამას არ უყვარს. თავხედურად მოგცევა რა, მით უმეტეს ამ საქმეს. ყველაფერს გიფასებს აბსოლუტურად. თასა როგორ ატყობ? აი, სამსახიობო გამოცდილება თუ გამოგადგა პოლიტიკაში. თეატრში რაზეა ლაპარაკი, ადამიანზეა ლაპარაკი, ხო, როგორ აღხსნათ ადამიანების ტვიში და გულში რა მოვლენები ხდება, ხო ამას ვაკვირდები. გავს ხო ეს სფეროები ერთმანეთს, თეატრი და პოლიტიკა. ნუ ერთხელ ვიხუმრე, რომ ერთი თეატრ და მეორე თეატრში გადავედი მეთქი. ჩემო სიხარო, ჩემო იმედო, მე მოვაშე. ადამიანებს აკვირდები, ქცევას აკვირდები, ლაპარაკის მანერას აკვირდები, ვინ რატო ლაპარაკობს, როგორ ლაპარაკობს, ვისი მიღწევა უნდა. აი მე მაგალითად ხშირად დამიჭერია ჩემი თავი იმაში, რომ მივხვდი, ვიცი ეს ადამიანი უცებ რას გააკეთებს და ალბათ პროფესია გვეხმარება, არ თვლი ესე. იცი რა, მე მაინც ადამიანების ამოცნობაში. თეატრმა უკვე სხვა სიმაღლეები აიღო. ეს აღარ არის ჩვენ გასართობი და კავენი და შოუ და მოდი იმის გამო რაღაცა გავეციო და ვიკისკისო. აქ რაღაცა უკვე ფიქრმა, აზრმა, უკვე ფილოსოფიურის გახდა თეატრი. აი სცენიდან უამრავი რამ არის ნათქვამი. თეატრმა არ უნდა დაკარგოს ეს მდგომარეობა. მაშინ ნუ თუ მოწყდები ამ დროს როგორ მაშინ საზა ეხლა როდესაც აი საზოგადოება ესეთი გაყოფილია, პოლარიზებულია რა, პოლიტიკური თვალსაზრისით. აი ასე დროს აი მსახიობის წასვლა პოლიტიკაში მე ვთვლი რომ რისკია, იმიტომ რომ აი ის მაყურებელი, რომელიც სულაც არ იზიარებს შეიძლება შენს პოლიტიკურ შეხედულებებს, შენი მაყურებელს პრაქტიკულად კარგავ.
ნუ ხამთებაზე ხუმრობას კი შემიძლია ხა. იხუმრე. ნუ ხა სამშობლოს დაკარგვას მაყურებელი დავკარგოთ, მაგრამ რატომ დავკარგოთ მე ცოტა არ იყოს ვერ ხვდები, მაგრამ უბრალოდ უთქვამთ ეს ჩემთვის და მე მიფიქრე ამაზე, თუმცა ამას მე ალბათ ვერ გავიწია ამას ამ გამში ვერც ჩვენ საერთოდ რაც მე არ მომწონდა, აი საბჭოთა კავშირის დროსაც მერედაც გენიალური სპექტაკლებიც იდგმებოდა, გენიალურ ფილმებს იღებდნენ და გენიალურ წიგნების და ლექსებიც იწერებოდა. საქმე იცი რაშია, უბრალოდ ჩემი აზრით არ ვიცხოვრეთ რა კარგად. ეხლა რამდენი წლები გადის, არასოდეს კანონიერად ქვეყანას არ უცხოვრია. არ გთამს იღებდნენ, გთამს აძლევდნენ და ნუ ბევრი რაღაცა. ამას კი არ ვლაპარაკობ, ბევრი კარგი რამე არ ხდებოდა. კი, მაგრამ თვითონ ჩვენ ლამის ტვინიდან ამოვირეცხეთ ქვეყანა, ლამის თვინიდან ამოვირეცხეთ სამშობლო. ექვთი მეთაყაიშვილი, პავლე ინგოროყვე, მათ სულში, მათ გონებაში, მათ სიცხში, მათ ასე ვთქვათ, გულში იდოეს. რა გვიშლის ხელს, რომ აი ახლა ეგეთები ვიყო, ზაზა, შენ როგორ ფიქრობ? ყოველთვის ისმოდა თეატრში და კინოში და მართალი ძალიან ესეთი ზარის შემომკრავი, განგაში ისმოდა. მე ხა როდესაც კრძალავდი, ხა ზოგიერთს გონია, რომ აი მაშინ რომ გამდით სპექტაკლებს და რომ იღებდნენ ფილმებს. აბა კითხეთ იმ რეჟისორებს, რა თუ ჯდებოდათ ფილმის გადაღება და რა თუ ჯდებოდათ, არ გვახსოვს ჩვენ ეს მარტო ყვარყვარეზე რა ხდებოდა და რამდენი გასინჯვები იყო და ღამის 12 საათზე და 3 გასინჯვა და მსახიობს ხან როდის დაუძახებდნენ და რა ხდებოდა. მაგრამ მაინც იდგმებოდა. ხო, იდგმებოდა. ამას ხდებოდა. ეს ხო თეატრი სხვადასხვა კანონიერ ქვეყანაში არ გვიცხოვრია, მაგრამ თეატრი მაინც რეჟიმ ვერეცემ და რეჟიმ თეატრს პროტესტი, არ ვიცი, პროტესტი ყოველთვის ბადებს რაღაც ძალიან ფასეულს. არ იყო ძალიან მაღალმიანი, რა ქვია, დაფინანსების მქონე ფილმები, მაგრამ მიხვდნენ ქართველები, აი ნიჭიერი დროის ერთ ვითარებაში 10-12 გრანდიოზული რეჟისორი მოღვაწეობდნენ და ყველას თვითონ შედევრიად გაკეთებული, მაგრამ მიხვდნენ რომ ეს ყოფა ბიტს რასაც ვეძახით, ხო? აი კიდე გავიდნენ ქართველები და პოეზიაში შევიდნენ. იგავარაკში შევიდნენ. აი იმ პოეზიით ლაპარაკო, ნებისმიერი ფილმი, კარგი, აებაში კარგი სპექტაკლი, აი ამ ქვეტექსტებს შეიცავდა. დღეს რა ხალხი დაიღალა ტყუილით, ამდენი ბოდიში და ტრიპაჩობი და ამდენი ამ დემაგოგია. და ამდენი პერიპეტიებით, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე ხდება. ხო, არ შეიძლება რაღაცა ჯგუფმა ადამიანებისამ მოირგოს ქვეყანა ეს როგორც ეს მათ სურთ. კანონის უზენაესობა ეს არის, რომ კანონობს, მაშინ ქვეყანა უფრო სიმშვიდეში გადადის და აღმოჩნდა, რომ სამართლიანი ცხოვრება, კანონიერი ცხოვრება ძალიან რთული, მოსათმენი, რთულად გასავლელი ასატანი აღმოჩნდა. გამახსენდა შენ შეხვედრები რო გქონდა ამ მრჩეველთან და ძალიან გულწრფელი და თბილი შეხვედრები იყო. ამას ხალხი გრძნობდა. რაღაცის ახლობლობა ჩამოყალიბდა ძალიან მაგრამ. ხო, ეს არასოდეს არ მოვიწყდება და მაქსიმალურად იმას რაც შენ კომპეტენციაში შედის. ხო. ზოგჯერ ხშირად ვერ ვახცევთ საწადებს რიგი მიზეზების გამო, ჯერჯერობით კიდე სირთულეა ქვეყანაში. ეს შედგა ურთიერთობა შენ და ადამიანებს შორის. ხო, აი როგორც ეს არის მიღება, ხო არის დაუშვათ მთელი შენი ცხოვრება შეიძლება მსახიობი იყო ადამიანი, მაგრამ ნუ ვერ ხარ მსახიობი, მაგრამ ნუ არ ახარ მიღებული მაყურებელი. მე და ვიცი რომ ბევრმა ნაციონალური მოძრაობის მომხრემ შენ მოგცა ხმა. ახლა მაგალითად აი გამარჯვებული პარტიის წევრი ვარ მაგალითად, ხო და არ მომდის თავში ეს პარტიული ამბიციები, რა დაუშვათ ახან ჩვენ გავიმარჯვეთ ამ ადგილზე თუ იმ ადგილზე, მანდამაიც ეს პარტიული რაღაც შენიშნა გაატარო. თუ რა ვიცი, სადაც გინდა პოლიტიკურ ნიშნად არავინ არ უნდა ინიშნებოდეს. მაშინ იკარგება, ყველაფრის ფასი იკარგება. და რამდენად სწორია რა, ყველა სფეროში ესე შევარდა პოლიტიკა. თავისუფლებას მოაკლდება ეს თეატრი საერთოდ დაკარგავს ფუნქციას. მაშინ რა ტექსტის დამახსოვრება და გადასვლა გადმოსვლა და არ დაჯახებას არაფერი არ უნდა ხება. მაგრამ რაღაცა ველი უნდა გათავისუფლდეს, ნიჭიერ ადამიანებს მეტი და გონიერ ადამიანებს, გულიან ადამიანებს ახლა მეტი ის უნდა ქონდეს. ასე თქვა ასპარეზი. შენ დაუნებურად, რაც პოლიტიკასაც ახალი სახე შექმენ.
არა მან ზუსტად ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, შენ დაუნებურად. თუმცა მართალია ეს ბანერი, რომელიც რუსთაველზე იყო გამოკიდებული, შენ აპროტესტებდი მას. თუმცა მე ამაღი ვიყავი, გითხარი კიდე. არა, ძალიან აპროტესტები, დავინახე, ამხელა ჩემი ზოდი გული კილოგრამ გამისკდა. და როგორც მახსოვს რუსთაველის ხო და შოთიკოსე დაურეკე გლურჯის სასწრაფოდ მოდი რუსთაველზე ვიღუპები რა გააკრეს რა უბედურება ამხელა რა არის დაფარული იყო 3 სართული 2 სართული და გადმოვედით მეორე ტროტუარზე დაკედა ვიყავი და ვიდექი და ვიყურებდით ოპერის მხრიდან ბალენს და შოთიკოსებენ ვიღაცა რომ გამოეღო დამინახოს ეხა საკუთარი თავით ყბება და პორტერს უყურებს ხო დავიღუპეთ თუმცა იქით მხარესაც იყო შენი დიდი ხო მაგრამ მე რაღაც ჩამოხსნეს თუ რაღაც ჩამოვახსნე როგორც სახიობ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ქალბატონი გავს და მე ვიცი რომ შენი პოლიტიკაში მოსulis შემდეგ მან რისხმა განსაკუთრებით იმატა უფრო იმატა თუნდაც ის აი ის მოტივი გადავხედო დავთვალს და აი როგორ მკლავდები ამ ყველაფერს კი არა ეხლა ესეთი შემოტევები რო არ იქა ეხლა ჯარით უმკლავდები მეთქი თლა ესეც არ არის მაგრამ თუ ასე უყვარხარ ხალხს ეხლა ამას დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს და ამას ძალიან დიდი სჭირდება გაფრთხილება კი ო ძალიან მაგარი ხო და ეს სიყვარული რო ხვდა წილად ეს ერთრამედ ღირს მაგრამ არ უნდა გადაიზარდოს სხვა რაღაცაში ეს უნდა გადაიყვანოს სხვა მსახურებაში რა უფრო თავდავლა და კარგად უნდა შეირგო და ამაზე არ უნდა დაიწყო რაღაცა პამპულაობა. ხო. შენ მაინც თეატრის მსახიობი ხარ. რატო არ გაინტერესებს კინო თუ უბრალოდ არ ძალიან ბევრჯერ რაღაცა გადაწყვეტილა რაღაც პროექტი და მივიღო მონაწილეობა მე არ მომერია. ეს გარკვეულ გულის ტკინებთან არის დაკავშირება. ჩემში ამას კატასტროფა და ტრაგედია არასოდეს არ გამოუწვევია. არასოდეს. მე ეჩვევინე. ადამიანი ხარ როცა გიჩქმიტავენ ხა ნუ გეტკინება რასაკვირველია. ამას რაღაცა დეპრესიაში ჩავეგდე და რაღაცა არასოდეს ეს რაღაც არ ყოფილა. იმიტომ რომ მე ეს ფილმები რაც გამოსულა რომ მინახავს, მაინც ამას გული არ დამწყვეტე ვერ მივიღე მონაწილეობა. ხო და მე ვფიქრობ რომ ის გაკეთებას მე კინოში მინდოდა მე ხა დრადროც მოვიდა მოგეხსენება კინოს ესეთი სირთულეები დაუდგა რომ მეტი არ შეიძლება ზოგიერთი ისეთი იღებს რომ ჯობია საერთარაფერი არ გადაიღოს ესეთი რაღაცა როგორ შეულობენ ფულს და პატულას ეს რამოდენიმე ქართული ფილმი ვნახე გულიკიდან გამისკდა მაგრამ ზოგიერთი ნორმალური რეჟისორი როგორ ახერხებს კიდე საერთოდ კინო ეს ძალიან რთული მდგომარეობა რთული დღეებია მაგრამ მე უბრალოდ კინოში მე ჩემი რეჟისორი არ დამიხვდა მე სიამოვნებით დავმოშებდი მაგალითად კუსტურიცასთან მე ჩემი საყვარელი რეჟისორი არის ბერნარდო ბერტოლუჩი. ბერტოლუჩი ჩემი ძალიან მე. ბევრი არიან ხა ესეთები, მაგრამ არც ისე ბევრია. შეიძლება ესე დაამთავრო დავუშვათ შენი კარიერა რომ ვერ შეხვდე რეჟისორებს, ვისთან შეხვედრა გინდოდა. ესეც ხო პატარა ცოტა ესეთი არასასიამოვნო ფურცელი. ну თეატრში იმიტომ ვამჯობინებ ну ახლა რა ვქნა თეატრში მთელი ჩემი ტვინითა და გონებით დამოკიდებულებით სურვილით არჩევანით გემოვნებით თეატრისკენ არის ხო აი რა როლზე გიფიქრია რა ეხლა ყველაზე მაგრად ხიბლავს აი როდესაც დაიწყებს სპექტაკლს ხო და პირველ წუთებზე ხვდები რომ თლად ვერ არის შენი საქმე კარგად თუმცა მე შეიძლება შეიცვალოს ну მაგრამ შეიძლება შეიცვალოს ხო მაგრამ შემშველელი არავინ არ არის აქ არ არის მატორ შევწყვიტეთ გავწყვიტეთ აი დაიწყო რაღაც ცხოვრება რომელიც მაყურებელთან ერთად მიდის იმის წინაშე გადიხარ ყოველგვარი მომზადების გარეშე იმ პროცესს რომელიც არის აბსოლუტურად უწყვეტი რა არის მთავარი ადამიანების ურთიერთობაში შენი საზრით არაფერს განსაკუთრებულს ვერ ვიტყვი, რა ვთქვა. სიყვარულია რასაკვირველია მთავარი. მე თუ იყოს ადამიანი მიცნო მას, ხო? ენდობი გაფრთხილება უნდა იცოდე. ერთმანეთს უნდა აძლევდნენ ადამიანები პირველი ხმა, მეორე ხმა, ერთმანეთს ხელის შეწყობა. ადამიანი ესეთი უნივერსალია, ვიღაცას თავის სუსტი ადგილები აქვს, ვიღაცას ძლიერი ადგილები აქვს, აი და შეავსო ერთმანეთი. მე კარგია რომ ერთმანეთს უფრთხილდებიან, ერთმანეთი ეიმედებათ და ერთმანეთს რაც უნდა ახლოს იყვნენ,
პატივისცემა უნდა იყოს რა. რა უნდა იყოს დაწვრილმანება, გამოკიდება, წამოძახება, ჩასაფრება. და არ ვიცი, მე რაღაცები, ეს რაღაცები ნერვებს მიშლის რა. ბაჟაფშაველაძეს რომ სიყვარულზე მეტი ჭირი და ხინი ღმერთს არ მოუგონია რაო. ხო, იცი რა, სიყვარული მაინც რისკთანაც არის დაკავშირებული, შენგან სხვა ენერგიას ითხოვს. მოთმენა გჭირდება, ვაჟკაცობა გჭირდება, მსახურება უნდა შეგეძლოს. თუ სიყვარულზე ლაპარაკი ახლა თუ ხალხს გულისხმობთ, იდეალურია თუ სწორედ მონახავ პარტნიორს. ისე არაფერი არ გამოვა. მე რაც ძმაკაცობას და მეგობრობას შეეხება, არ უნდა იყო რა. ნახლებნიკური ტვინის აგებულების კაცი რა. შენც უნდა შეგეძლოს რაც გაღებაც, ვიღაცა გაგიხსნის ყველაფერი აგულს და ვიღაცა არის სიტუაცია ვითარებ ადამიანები, რომელიც თქო ჩაკეტავენ და იქ ვერ იხსნებ, ვერ გზნობ თავს კარგად. ნუ რა უნდა ქნა არგი და გაეცალო რა. სადაც მეც სიმშვიდეს ნახავ, სადაც უფრო მეტად იგზნობ ეს არის შენი ადგილი. კომფორტულად იგზნობ თავს, როგორც ადამიანი. კომფორტულად კი არა, ჰარმონიას სადაც უფრო მეტად გამართლებული ხარ რა. სადაც არ გჭირდება ენერგიის ხარჯვა, ესეთ რაღაცა, სადაც არ უნდა დახარჯო ენერგია. მე სადაც ეჭვი ეს ყველაფერს ანგრევს. და ისმოდეს შენი ადამიანებს. თაზა, რამე დაგრჩა სათქმელი, აი არა როგორც მსახიობს, არა როგორც პოლიტიკოს, არამედ აი ზაზას, ადამიანს, პიროვნებას. ძალიან ბევრ რამეს ვნანობ. ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. ნუ ახლა ყველაფერს ესე იოლად ვერ დაატრიალებ, უკავე იოლად დაატრიალებ, კი რა, საერთოდ ვერაფერს ვერ მოვაბრუნებ, ეს სინანული მაინც თავისას შვება. რაღაცები შეცვალე, რაღაცები გამოასწორე, რაღაცას ვერ მოერიე თავს. ადამიანი ხარ, ასე რომ მე რაღაცას იმარჯვებ, ხალხს სადღაც მარცხდები. ხა სათქმელი თუ გამოგელია, მაშინ ცხოვრებასაც რაღა აზრი აქვს. რაღაცებზე ფიქრობ. ცხოვრება მათ ძალიან საინტერესო და ბრწყინვალე ადამიანებს გადამყარა და მათ ყურებას არაფერი არ მირჩევნია. მინდა ესენი ჯანმრთელად იყვნენ, ბედნიერად იყვნენ. რამდენ ადამიანს ვერ შეხვდი, რამდენ ადამიანს გვერდზე ჩაუვარე. ამაზეც წყდება გული. ხო, არაფერი უბრალოდ მე არ ვშურს არც დიდარი კაცის, არც ნიჭიერის, არც დაბალის, მაღალის, ქალის თუ კაცის მე ყველა ძლიერ და ნიჭიერ მხარებს ადამიანში ვაღმერთებ და მიყვარს. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. გაშტერებით შემილი ნიჭიერ ადამიანს უყურო. ძალიან არ მიყვარს, როდესაც იბრალებენ ისეთ რამეს, რაც არ არიან თვითონ. ეს არ მაღიზიანებს, მით უმეტეს ჩვენ საქმეში. და ამ საქმესაც უხდება ესეთ თავდაბლობა ყოველგვარი ყვირილის გარეშე შეიძლება ასეთ რაღაცების კეთება. ნუ მადლობის მეტი რა გვეთქვი. სათქმელი ახლა მე ხო ყველას გონია ყმაწვილკაცობაში არასოდეს არ დავბერდებით, არასოდეს არ მოკვდებით. თანა მოიცა ჯერ ადრე. მაგრამ ხო რაღაცა მე ფიქრობ რა, როგორ დავუშვათ თეატრი არა თუ პოლიტიკა რა მე რა. მიფიქრია რომ დავუშვათ პედაგოგი გახდე. კი ფიქრია ამაზე სერიოზულად. კი მიფიქრია და სერიოზულად მიფიქრია, რაც გეგმებიც მაქვს რა. სტუდია მინდა რომ ჩამოვაყალიბო მაგალითად. და მარტო სტუდია არ უნდა იყოს, მე მას პერსპექტივა ჭირდება. მე ახლა თუ გაზდი 5-7 კარგ მსახიობს, მე იმის დარდი მომკლავს, სად უნდა წავიდენ და რა უნდა აკეთო. ხო. მათ დასაქმება დაჭირდება 1000 რაღაც. ახლა ქვეყანაც ამასობაში სულს მოითხოვს, დაალაგდება კი და აუცილებლად დაალაგდება. ხვავი ბარაკა იქნება ეს პროფესიები სხვანაირად იზეიმებენ უკვე თავიანთ ასე თქვა გამარჯვებებს და მე უკვე კინოსაც ეშველება და ყველაფერს ეშველება ერთ სიტყვით რა და მე ახალ თეატრებით შეიქმნება რაღაც. ნუ რაღაცებს არ უნდა ჩამოვრჩეთ. არ უნდა ჩამორჩეთ, რომ ვიძახეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა რაც გვინახავს სადღაც სხვა ქვეყანაში ეს რაღაც კალკა გავაკეთო და გადმოვიტანოთ ყველაფერი აქ. იმიტომ რომ უკვე არსებობს ესეთი გენიალური რამ, რაც არის ქართული თეატრი და ქართული
ქართული სამსახიობო სკოლა. რამე ახლის გამოგონება რასაკვირველია რთულია, მაგრამ შესაძლებელია. ეს ჩვენში დაბადებული და აღმოცენებული უნდა იყოს, რაც მთავარია. ეს ქართული მოვლენა იქნება, მაგრამ ნუ რაღაც ასე ვთქვათ, სოფლიო და ევროპულ დონეზე იქნება ეს გაკეთებული. ძალიან დიდი მადლობა, ესეთი გულწრფელი საუბრისთვის. დიდი ხანია ჩვენ ესე არ გვისაუბრი ამდენ ხანს და რა ვიცი, გისურვებ ყველაფერს კარგს, წარმატებებს და აი მიზნების, იმ იდეების განხორციელებას, რაც მე რის შესახებაც მე დღეს აი ამ წუთებში გავიქე. მადლობთ. დიდი მადლობა. რა როგორ გამოგვივიდა საუბარი, არ ვიცი, მაგრამ რაღაცას კი შევეცადეთ.